გამარჯობათ. ეხლა მინდა გაჩვენოთ სწრაფი ვიჩინის რეცეპტი. წინაზე გაჩვენებთ რეცეპტი, რომელიც მზადდება 5 დღეში. ამის მომზადებას კი დასჭირდება მხოლოდ 1 დღე. მაგრამ გემოთი არაფრით არ ჩამოვარდება არც ერთსად მეორეს. უბრალოდ ეს ცოტა სხვანაირი ვიჩინა არის. თუ დაგაინტერესა, უყურე ბოლომდე. დავიწყოთ. ამ რეცეპტისთვის მე გამოვიყენე ქათმის ბარკლის ხორცი. მოვაცილე კანი და ძვლები. ასევე დავამატე ღორის ხორცი. პროპორციები ეს უკვე თქვენ გემოვნებაზეა. ხორცის მანქანაში გავატარეთ ფარშზე. წონის მიხედვით დავამატე ნიტრიტის მარილი, სუფრის მარილი და სხვა ჩემთვის სასურველი სუნელები. მე გამოვიყენე პირპილი, პაპრიკა, ნიორი, უცხო სუნელი. თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ის, რაც თქვენ მოგწონთ. შემდეგ კარგად შევზილოთ ხორცი. და ეხლა მინდა ვცადოთ ჩემი ახალი სათამაშო, ასეთი სავიჩინზე გამოვიწერე. სავიჩინეში ჩავდოთ გამოსაცხობი ცელოფანი, რომ მე ადვილად ამოვიღოთ ხორცი. ფარში კარგად ჩავდენოთ ჩვენ ფორმაში, დარჩენილი ცელოფანი გადავახვიოთ თავზე და კარგად დავხუროთ თავი. და შევინახოთ მაცივარში 1 ღამით. დილით ქვაბში ჩავასხოთ ცივი წყალი, ჩავდოთ ჩვენი სავიჩინზე, დავდგათ ნელ ცეცხლზე და არ მივყვანოთ ადუღებამდე და ვაკონტროლოთ ტემპერატურა. როცა ხორცი მივა 70-75 გრადუსზე, ვიჩინა მზად არის. ორიგინალი ტერმომეტრი არ მომეწონა და გამოვცვალეთ შენ. ისაც არ მომეწონა და გამოვცვალეთ ციფრული თერმომეტრით. ცეცხლზე იყო დაახლოებით 4 საათი. ქვაბიდან რომ ამოვიღებთ ეგრევე ცივი შხამი და შევინახოთ მაცივარში 1-2 საათი სრული გაცივებამდე. შემდეგ გახსენით, გადააქციეთ ზედმეტი ბულიონი, დაჭერით და ისე ამოვნეთ თქვენი გაკეთებული სახლის უგემრიელესი ვიჩინით. თუ მოგეწონა ეს რეცეპტი, გამოიწოდეთ ჩვენი არხი. აქ სულ კაი და გემრიელი რეცეპტები გვაქვს.